ხმოვით დასრულდა ქალაქ გორის საკრებულოს დღევანდელი სხდომა. დეპუტატების კამათი დღის წესრიგში შეტანილმა მე-13 საკითხმა გამოიწვია, რომელიც მერის აუდიტის სამსახურის მიერ დადებულ დასკვნას ეხებოდა. საკრებულოს წევრმა თავისუფალი დემოკრატებიდან თამარ თედლიაშვილმა განაცხადა, რომ სამსახურის მიერ გაკეთებული ანგარიში, რომელიც კონტროლის პალატას გადაეგზავნა, ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშანს პადებს. მის აზრს დანარჩენი წევრების უმრავლესობაც იზიარებს. ის რომ აუდიტის სამსახურმა დაარღვია კანონი და 23 მუხლი, რომელიც პირდაპირ ითხოვს აუდიტის სამსახურისგან ანგარიშის პროექტის დადებას, ესეც უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რაც იყო მოსაზრება, რომ ზოგადად ამ სამსახურს ჰქონდა ზეწოლა ზემდგომისგან, რომ ეს ანგარიში არ ყოფილიყო მომზადებული, არ ყოფილიყო წარმოდგენილი და არ ყოფილიყო გასაჯაროვებული, ამიტომ გვიმალავდნენ ამ ხნის განმავლობაში ანგარიშს. ის რომ ანგარიში არ არსებობს, სწორედ ეს უკვე კითხვის ნიშნებს კი არა, ეს უკვე არის ჩემი აზრით დასტური იმისა, რომ აუდიტის სამსახურმა შეგნებულად არ გააკეთა თავისი საქმე არ შეასრულა და დაარღვია კანონი. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ სამსახურის უფროსი საკმაოდ კომპეტენტურია, მაინც არ მოხდა ის, რომ დადებულიყო შესაბამისი დასკვნა. და ეს ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეა იქიდან, რომ დღევანდელ საქართველოში არც ერთი სამსახურის უფროსი არ არის საკუთარ ქმედებაში დამოუკიდებელი, რადგან ის ექვემდებარება მერიას და ყოველთვის მოხდება, ასე ვთქვათ, გაправება იმ ხარვეზებისა, რაც სამწუხაროდ ხდება. ვისაც მეტი გამოცდილება ქონა, ვისაც შეუმოწმებია ბევრად დიდი კლუბები, ბევრად დიდი ბიუჯეტიანი ხო? თხოვე მას, რომ და გადაუგზავნეთ, თხოვე წერილი, რომ შემოსულიყო, რომ მთლიანად მათ შეემოწმებინა. რომლებიც ჩემზე ბევრად კომპეტენტურად დადებიან, კორუფცია იყო თუ რაღაც, მაგრამ რაც არ უნდა დამედო და რაზეც აპელირებენ, რომ კორუფცია არის, ამას ანგარიშში ვერ დაინახავენ და ვერ ამოიღებენ. თუ აქვთ კონკრეტული ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით, ხო, მე ვიმართე კიდევაც ერთ-ერთ დეპუტატს ხარბატონ თამარს, რომ შეიძლება მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.